უახლოესმა წარსულმა აჩვენა იმას, რასაც აკეთებდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანგარიშების მომზადება, რასაც ამ ანგარიშებში აღწერდნენ ეს ორგანიზაციები, უცებ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო მართალი. მაგალითად, როდესაც კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე, საუბრობდნენ, რომ ბატონი ღარიბაშვილის ხელზე ძალიან ძვირიანი საათები გვხვდებოდა, რომელიც არ შეიძლებოდა ხელფასით ეყიდა პრემიერ-მინისტრს. ამაზე მაშინ იგივე ბატონი კობახიძე და სხვა წამყვანი პოლიტიკოსები ივანიშვილის ოცნებიდან ამბობდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. და უცებ აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილი სწორედ მსგავსი ბრალდებებით არის დღეს ციხეში, მსგავსი ბრალდებებით არის გასამართებული ბატონი დაპატიმრებული ბატონი ლილუაშვილი, სახელმწიფო სამსახურის სამსახურის უფროსი, ბატონ ფარცხალაძეზე ძებნაა გამოცხადებული საკმაოდ ძალიან მძიმე დანაშაულზე, ეს არის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორობა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მოკლედ, ის რასაც ჩვენ ვამბობდით, თავად დაადასტურა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ამავდროულად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამაში ამხელდნენ კონკრეტულ სამართალდამხმარე პირებს გამქრალიყვნენ საქართველოში. მეტიც აბსოლუტურად ეთახმე, ანუ არ არსებობს რაიმე სახის განსხვავება შეფასებებს შორის, როდესაც საუბარი არის მაგალითად 2012 წლამდე პერიოდზე. მათ შორის თეატრულუკიანის კომისიამაც კი რაღაცა ის თავის ვეება დასკვნა რომ გამოაქვეყნა, რომელსაც არავინ არ წაიკითხავს. მე მგონი საიას და გამჭვირვალობის სხვების ლინკები არის იქ მიჩნეული. საიას ლინკი ნამდვილად მახსოვს რო არის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ მინდა რომ შემიშალოს ახლა. არის იქ ლინკები მიჩნეული, ანუ ეს ადამიანები საკუთარი სიმართლისთვის დასამტკიცებლად იხმობენ იმ ადამიანების შრომას, რომლებსაც დღეს აუქმებენ.